მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას, ეს არის არჩევნების წინ ბოლო გადაცემა, შემდეგ კიდევ ბევრი გადაცემა გვექნება, ხვალ არჩევნებია, ხვალ უნდა მიხვიდეთ, შემოხაზოთ ჩვენი ნომერი, ჩვენი ახლა პრინციპში არჩევნებზე რომ მიდიხართ და რაღაც ნომერს ხაზავთ უკვე კარგია და იმ იდიოტებს არ გავხართ ახლა, რომლებიც იდგებიან ხვალ ქუჩაში და დაიშლებიან. მაგრამ რა თქმა უნდა 51 უნდა შემოხაზოთ. გიორგი სოსიაშვილი არის საქართველოს პარლამენტის წევრი და არის ჩვენი განაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო გიორგი. კი ბატონო. ხო, ხვალ თავდება ეს სიგიჟე, რასაც ჩვენ უყურებთ ერთი წელი. ხვალ იმედგაცრუებასთან ერთად სხვა რამეც უნდა დაემართოთ. ეს ქუჩაში მოვორიალე საერთოდ გაურკვეველი წარმომავლობის ხალხის თარეში, მორალური თარეში უნდა დასრულდეს და რა თქმა უნდა სახელმწიფო ამაში უნდა თავის სიტყვა თქვას. ბოლო იმედია, როგორც თვითონ ამბობენ და კარგია რომ ეს თქვეს, რომ აი ხვალ ვამთავრებთო და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ისაც ჩვენ ყველას ძალიან გვინდა, რომ დაიწყოს თბილისის ქუჩების გათავისუფლება მაწანწალა მცირერიცხოვანი ჯგუფისგან, რომელიც ატერორებს მოსახლეობას. ეთანხმებით ასეთ კაც ფორმულირებებს? შინაარსს ეთანხმებით ალბათ, ხო? მოგესალმებით ბატონო შალვა, მინდა მივესალმო ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს, მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მოწვევისთვის. რეალურად ხვალ დამთავრდება ეს უხეირო საცირკო წარმოუდგენა, რომელიც აი ამ აგენტურულმა ძალებმა გამართეს ჩვენს ქვეყანაში. თუმცა საკმაოდ ვერაგული გეგმა იყო ჩაფიქრებული და მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი საზოგადოება ძალიან ნათლად ხედავდა თუ რა პროცესები მიმდინარეობდა და რა პროცესები ვითარდებოდა. ეს იყო გარედან, უკვე დღესავით ნათელია უკვე ახლა ახალს არაფერს არ ვამბობ, ეს იყო გარედან კარგად დაგეგმილი, კარგი ესე ვთქვათ სცენარი შემუშავებული, როგორ უნდა მოეხდინათ საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანა უნდა გახვეულიყო ძალიან დიდ კატასტროფაში. საუბარი იყო ომის დაწყებაზე და აი ამ შეჯახებაზე, აი ამ უბედურებასთან, რაც ჩვენ მეზობელ ქვეყანას დაემართა, თუმცა ყველა ჯერზე აი ამ ჯანჯღარში გამარჯვებული გამოვიდა ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება. და თქვენ როგორც აღნიშნეთ, ესე იგი ხვალ საბოლოოდ დაესმება წერტილი მათ ამ საცირკო სანახაობად ქცეულ აი ამ წარმოდგენებს, ქართველი ხალხი დაღალეს, შეაწუხეს და პირდაპირ გეტყვით რომ რაღაცა ძალიან შემლახავია ჩვენი იმიჯის მთელი მსოფლიოს წინაშე მათი ეს გამოხტომები, იმიტომ რომ ქართველები არიან ისინი ეთნიკურად, მენტალურ ქართველობაზე რა გითხრათ და აი ამ დამოკიდებულებაზე, მაგრამ ეთნიკურად ქართველები არიან ესენი გამოსული ადამიანები, ეს რადიკალები და ბუნებრივია რომ ამითი სახელს უტეხენ ქართველ ხალხს. ამას მე მგონი დიდი ბოდიში გაწყვეტილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურად ვინ არიან ეგენი. ეთნიკურად არარაობები არიან ეთნიკურადაც, იმიტომ რომ როცა ადამიანს საწმელში უფურთხებს მეორეს, როცა ხანში შესულ მძღოლს ორი კაცი უკეტავს გზას ურთავზე და აგინებს და ინფარქტამდე მიყავს, ახლა მაგას ეთნიკურობაც არ აქვს, ოჯახშიც არ არის გაზრდილი, ადამიანებთან არ არის გაზრდილი. ამიტომ ჩვენი ხალხი ჩვენი ხალხი გამოირჩეოდა და გამოირჩევა თავისი ზრდილობით, თავისი განსაკუთრებული კულტურით, განსაკუთრებული ოჯახური ტრადიციებით, ღირებულებებით და ჩვენ ხედავთ ჯერ მარტო რა ლექსიკით სარგებლობენ ესენი, როგორ მიმართავენ ადამიანებს, როგორი ბილდსიტყვაობა ისმის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე და უკვე საზოგადოება ხედავს როგორ არის ეს ძალა, აი ესე დაცემული ბოლომდე, აი ფსკერამდე დასულია ის ძალა, რომელიც ცდილობდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას არაერთ გზის და სადავოების ხელში ჩაგდებას და უბედურება ის არის რომ აი ამ ძალაზე დებდა ფსონს ეს deep state, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ და საუბარში ძალიან ხშირად ვეხებით ხოლმე, არა როგორც გამოგონილ და მითიურ არსებას, არამედ რეალურ ძალას, რომელმაც არაერთ ქვეყანაში ევროპისა სამწუხაროდ ძალიან მყარად გაიდგა ფესვები და რას დაემსგავს ევროპის ბევრი სახელმწიფო და იქ მყოფი ბიუროკრატია, ჩვენთვის ეს ძალიან კარგად ცნობილი ამბავია და ჩვენთანაც რა თქმა უნდა მათ მოინდომეს გარკვეული ხელების ფათური, თუმცა ხედავთ რომ ეს სასაცილომდე მისული ინერცია უკვე ერთ ქართველ მწერალს დავესესხები გურამ რჩეულიშვილს, რომელიც წერდა რომ სასაცილომდე მისული ინერციად ქონდა მოხსენებული ერთ-ერთი ტრადიცია და აი ეს არის სწორედ რასაც ახლა უყურებთ, ხო? რა მდგომარეობამდე მივიდნენ, ესე იგი
როგორი სახი აქვს, როგორი გამოხტომები და საბოლოო ჯამში ესე იგი ხვალ ქართული ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საბოლოო წერტილი დაუსვას აი ამ მსგავსობას და ერთხელ სამუდამოდ დაასრულოს ეს პროცესი, ეს საცირკო სანახაობად ქცეული პროცესი. ხო, ну ამის შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა გისევ ხელისუფლებას. ჩვენ გვაქვს დაპირება და მნიშვნელოვანი დაპირებაა, რომ პარლამენტი შეადგენს ერთგვარ საბრალდებო დასკვნას, ალბათ რეზოლუციის სახე იქნება პარლამენტის, რომელსაც გადაუგზავნის საკონსტიტუციო სასამართლოს. და ამის შემდეგ ჩაირთვება ლიკვიდაციის პროცესი, პოლიტიკური ლიკვიდაციის პროცესი ნაციონალური მოძრაობის და მათთან აფილირებული პარტიების. ესეც მნიშვნელოვანი დაპირებაა და უნდა შესრულდეს. ბატონ შალვა, ეს დაპირება ქართული ხალხის დაკვეთაა პირდაპირ. ეს არის ქართული ხალხის დაკვეთა, ქართულმა ხალხმა დაავალა პირდაპირ ხელისუფლებას, რომ ესე იგი ქვეყანაში მოქმედი აი ამ რეჟიმის ავტორები, ნაცბანდის შემოქმედნი და აი ამ უბედურების ჩამდენი, რომელიც ესე სააშკარაოზე გამოიტანა საპარლამენტო კომისიამ, საგამოძიებო კომისიას გულისხმობდა მართლა შემაძრწუნებელი ფაქტები დაიდოდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, თითქოს ბევრი რამე ვიცოდით, მაგრამ ისეთი ფაქტები გამოაშკარავდა და ისეთი ფაქტები წარმოჩინდა განსხვავებული რაკურსით, ზოგიერთი მათგანი, რაც კარგად არ ვიცოდით, რომ აი მართლა განსაკუთრებულად დაუნძიმდა საზოგადოების უდიდეს წარმომადგენლობას, აი როგორც ხედავთ, სიტუაციურად ეს სული დამძიმდა ამ ყველაფრის შემყური და შემხედვარი ადამიანების და მე ვფიქრობ, რომ ესე იგი ეს დავალება და დაკვეთა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ბნელი ძალა, რეჟიმის შემოქმედი ძალა, რომელმაც ქართული ხალხი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, ამდენი წლების განმავლობაში უამრავი ოჯახი გააუბედურა და ქვეყანა აი აგენტურის ესე სათამაშო ასე ვთქვათ არენად გადააქცია, უნებრივია მოუწევს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ შევიტანთ აი ამ სარჩელს, რომლითაც შესაბამისად დაიწყება პროცედურა და დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის ის, რომ ეს ძალა უნდა აიკრძალოს ქვეყანაში, იმიტომ რომ არ შეიძლება მომავალმა თაობებმა აი სწორედ აი ამ ყველაფრის მაგალითზე უნდა ისწავლონ ქვეყნის მართვა. არა საკუთარი ხალხის დაბულინგებით, საკუთარი ხალხის დაჩაგვრით, საკუთარი ხალხის სულში მაპატიეთ ჩაფურთხებით, არამედ ქართული ხალხის პატივისცემით, ტრადიციების პატივისცემით, ისტორიის დაფასებით, ჩვენი წინაპრების დაფასებით, ეკლესიის პატივისცემით და ეს უნდა გახდეს ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს მომავალში ხელისუფლება, რომელმაც შეიძლება ასეთი რამ დამართოს საკუთარ საზოგადოებას, საკუთარ ხალხს და უნებრივია ეს პოლიტიკური ველის გაჯანსაღება სწორედ ამას ნიშნავს, რომ ესენი არ არიან პოლიტიკოსები. რადიკალი ექსტრემისტების ადგილი პოლიტიკურ ველზე არ უნდა იყოს. პოლიტიკური ველია ბურთი და მოედანი ყველასთვის, რა თქმა უნდა, თანაბრადარი და საქართველოში ნამდვილად განსაკუთრებულად ჯანსაღი კლიმატია აი ამ პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულად წარმართვისთვის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი ბედისადოს აი ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ რადიკალი ექსტრემისტებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვს მხოლოდ რომ დაამხონ ხელისუფლება და ქართველი ხალხი ესე მუდმივად ესე მდგომარეობაში ამყოფონ ჯანჯღარში, უბედურებაში და ომის საფრთხის ქვეშ, უნებრივია მათი ადგილი პოლიტიკურ ველზე და ასპარეზზე არ იქნება და ვერ იქნება. როგორადაც არ უნდა კონდეთ მათ თავიანთი პატრონების იმედი, როგორი ფინანსების იმედიც არ უნდა კონდეთ და მთელი ამ წლების განმავლობაში მათ ყვებავდა ეს ძალა გარედან და უამრავი ფული მოედინებოდა, მეგობრებო, წარმოიდგინეთ. აქ არის ლაპარაკი ძალიან დიდ თანხებზე, რომლითაც ხდებოდა აი ამ ნაცბანდის და მათი აი ამ სატელიტების სხვადასხვა NGO-ებად მოვლენილი ორგანიზაციების დაფინანსება და აი ამ ფინანსებით შემდეგ უკვე ქართული ხალხის დაბულინგება და სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიტანა. მე ერთი რამე მაინტერესებს. სულად მარგინალური პირები, იმათზე მარგინალურებიც კი, ვისაც პოლიტიკოსობა უნდოდა. აი, გვარამია ხო ძალიან გამარგინალდა და ყველა ესენი ციხეში ვინც არიან. ისინი ციხეში არიან და აგერ ეს აბსოლუტური იდიოტია. ეთერში არ მერიდება, მე ძალიან მინდა რომ მე ეფემიზმი გამოვიყენო, იდიოტი რა. ეს ბოხი ბატა. ბოხი ბატა გახდა რევოლუციის ლიდერი, ხო? აი ვიცი. მაიმუნი რო დასვა მეცნიერებათა აკადემიის ან რომელიმე უნივერსიტეტის რაღაც სამეცნიერო ნაწილის უფროსად. ის უფრო კარგად გაართავს თავს. ბოხი ბატა გახდა ადამიანი, რომელიც დამხობისკენ მოგვიწოდეს. ეხლა მართალია ეგ რაღაცა ვითომ შვიდობიანი დამხობა ჩასვას, შვიდობიანი, მაგრამ კარგი. ხო და აი რატო არიან ესეთი ცნობილი კახელი გოგოს და ბიჭის საუბარი რო არის მემი ინტერნეტში და თქვენი გაცნობა არ შეიძლებაო გოგორებო, ვინ წაკაკეცათ?
ვინ წაკაკესად ესე ეკითხება, ვინ წაკაკეზათო ეკითხება ბიჭი და ვინ წააკეზა? აი ეს არარაობი. ესე რომ დიახ. ხო იცი რომ კრახის სკენარია განწირულები. მიუხედავად იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იციან კარგად. ან არის არანაირი რესურსი არ აქვს. ეხლა ხო ხედავენ კვლევები როგორია, როცა 65% ჩვენი მოსახლეობის, ანუ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს მშვიდობიანი განვითარების კურსს, იმ სტრატეგიას, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ და ეს არის ორიენტირებული ჩვენი ხალხის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და მის სწორ განვითარებაზე, მშვიდობიან პოლიტიკაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ბუნებრივია ამას ნათლად ხედავენ, რომ არანაირი რეიტინგი საზოგადოებაში განულებულები არიან, აბსოლუტურად საზოგადოებაში შეხვედრები რო გამართონ, იმისი რესურსიც კი არ გააჩნიათ, ხო, მაგრამ იმდენად სახე დაკარგეს და ისე არიან მართულნი აი ამ როგორც ეგან ვახსენ აი deep state-ისაგან და ისე აი აგენტის ბედი და აგენტის როლი და ადგილი როგორია ხო აი გასაცოდავებულები არიან ესენ სახე დაკარგეს ხლა არ მინდა მე გვარებით სადასახელებს ჩამოუყე იმიტომ რომ არც ავთვლი საჭიროდ გვარებით მოიხსენიო იმიტომ რომ მართლა სახე დაკარგეს მართლა აი საკუთარ ბიოგრაფიას წითელი ხაზი გადაუსვეს მთლიანად ეს ხაზი როგორ შეიძლება ესე დაკარგო ქართულმა ადამიანმა სახე რომ ესე იგი ეთერიდან ეთერში დარბოდე და მოუწოდებდე ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ რევოლუციის პატრონებმა წააქეზეს ვისგანაც ფულს იღებენ ეხლა ფულის შოვნაში აქვს სერიოზული მადაამათ ადამიანებს დავასრულებ თუ შეიძლება ერთადერთი რაც ამ ადამიანებს კარგად გამოსდიოდა და რაშიც ესენი კარგად გაიწაფნენ და დახელოვნდნენ ბატონშალვა არა ქვეყნის მართვა არა ხალხისთვის რაღაცა ფიქრი და ზრუნვა არამედ ფულის შოვნაში როგორც აგენტურული ძალა ფულის გამოძალვაში, გარედან შემოტანაში აი ამ თანხების, აი ამ საქმეში ძალიან კარგად გაიწაფნენ და ძალიან მაღალი კლასის, ასე ვთქვათ, ფიგურებად გადაიქცნენ მათთვის. და ამიტომ აქ არ აინტერესებს ქართული ხალხი როგორ შეაფასებს. შეკითხვა გასაგებია. ხო არ არის ეს ვერსია სწორი. მათ ძალიან კარგად იციან, ჯერესეთი უბრალოდ არ არის საჭირო პოლიტიკოსი იყო, თუნდაც ცუდი, გაიარეთ ქუჩებში და ნახეთ როგორია ხალხის განწყობა, გაიარეთ რაიონებში. იქაც ძალიან კარგად უკეთესად ჩანს, ვიტყვიო ხოლმე. მე ბევრი კრიტიკული აქცია მინახავს და ბევრი დასამხობად განწყობილი რეჟიმი. ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ. ეს განწყობა რაც ხალხში, ანუ მუხტი როცა არ არის, არანაირი რადიკალური ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. არ შეიძლება, არ საიდან არ ხდება ესეთი 100,000 ადამიანი არ საიდან არ გამოწუწებ, არ გადაწყვეტს, რომ აი ხო უნდა გამოვიდე. პროცესი უნდა იმას წინ და ანუ ეგ გამორიცხულია. ხუმარ იმალებიან. ზოგი ციხეში დაიმალა. ხვალ რო არაფერი არ მოხდება, პუჭულაძე იტყვის რომ მე დაუძახე ხალხს და არ მოვიდა და მე აბა სამჭკვაშვილი ვარო, მამა ღმერთი ხო არა ვარო. ხო არ გაურბიან ასე პასუხისმგებლობას დავალებას რომ მე აი ყველაფერი ვცადე, შევაგდე სასწორზე ჩემი სიოწყეს, მაგრამ ხალხი არ გამოვიდა და არ გამოვიდა რა. აი კი, პოლიტიკური თვითდაზიანება ჩვენ ერთხელ გადაცემაში ვახსენეთ კიდეს და გქონდა მე და თქვენ საუბარი ამ საკითხზე, რაღაცა გარკვეული ხრიკი მოიფიქრეს, რომ თავი გადაერჩინათ პოლიტიკური პოლიტიკურ გვამად გადაქცევისაგანო, ესე იგი თავი აერიდებინათ და ეთქვათ მე რომ აბატონო ციხეში ვარ ყოფილიყავი ჩვენ შედეგებს დავდებდითო, ბუნებრივია ეს გზა ირჩიეს კანონის დარღვევით, უხეში კანონი ხა. ამაზე სახელმწიფო და კანონი ბუნებრივია თვალს ვერ დახუჭავდა და რაღაცა მოწამეების, რაღაცა გვირგვინების დადგმას შეეცადა ადამიანი. თუმცა ეხლა თქვენ ახსენეთ წეგან რა მუხტზე უნდა არის საუბარი. საქართველოში არის ერთადერთი მუხტი. ეს მუხტი არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ის მუხტი, რომელიც ჭირდება ჩვენი ქვეყნის მშვიდ, წყნარ და ნათელ მომავალზე ორიენტირებულ განვითარებას, ხო? ხალხს ყელში ამოვიდა მოწყინა, ქვეყანამ გამოიარა ძალიან დიდი რყევები. 90-იანი წლებიდან მოყოლებული თქვენ ახლა აღარ მოუყვებია ისტორიულ წიაღწევებს აღარ დავიწყებ. ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდს გადახედეთ და რა გზა გოლგოთის გზა გამოიარა ჩვენმა ხალხმა და ძლივს დაგვიდგა ხანგრძლივი ნანატრი მშვიდობიანი პერიოდი, ქვეყანამ ამოისუნთქა ქვეყანამ და აგერ დადგა კიდევაც ეკონომიკური განვითარების შედეგი დადგა, ინვესტიციები შემოდის და უამრავი მატერიალური სიკეთე ჯერ კიდე წინ გველოდება. ხო, თავი ეს რა მოიტანა სწორმა პოლიტიკამ და ეხლა აბა მოსახლეობა შეეკითხეთ ეხლა რამდენჯერმე რო აიყარა ჩვენი საცოდავი ხალხი დევნილებად გადაიქცნენ საკუთარ სამშობლოში, ეხლა ვის უნდა გეკითხებით არეულობა, ორომტრიალი, გადატრიალებები, რევოლუციები, ეს უბედურება ჩვენმა ხალხმა მოიტოვა უკან და ახლა წინ გველოდება ჩვენ განვითარების ძალიან დიდი გზა. ამიტომ
ესენი არიან ხელმოცარული ადამიანები და ამ მათ ხელმოცარულობას ხვალ საბოლოოდ დაამტკიცებს მისი უდიდებულესობა ჩვენი ხალხი, როდესაც საბოლოოდ დაუსვავს წეტის და ქართული ხალხის გამარჯვების დღე არის ხვალინდელი დღე რეალურად, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება არის ჩვენს ხალხზე ორიენტირებული და ჩვენი ხელისუფლება ხალხთან ერთად იმარჯვებს. ეს არ არის მარტო ქართული ოცნების ცალკე პარტიის ან ხელისუფლების გამარჯვება, ეს არის ქართული ხალხთან ერთად გამარჯვების შედეგების დადება და ამას ჩვენ ვიხილავთ, იმიტომ რომ დიახ თქვენ სამშობლოში რამდენზე მოვიგებთ? საიდანაც ახართ? არა, ჩვენ დამაჯერებელი მოგებაზე ნუ აი რამდენი 80% იქნება? მე ძალიან ეხლა არ მინდა მე ციფრები მე თავიდანვე ვთქვი რომ კვლევები რაც არის ეხლა მე ეს კვლევები არსებობს და მე ძალიან ყოველდღიური შეხება მაქვს ჩვენს მოსახლეობასთან, შეხვედრები, კომუნიკაცია, უამრავი პროექტი ხორციელდება და მათ საწუხარს, მათი ეს არ არის მარტო რაღაცა ერთ მხრიდან ურთიერთობა. ეს არის მათგან წამოსული დაკვეთა, მათგან წამოსული დავალებები, მათგან წამოსული იდეები, რომლის ხორცშესხმასაც ახდენს ჩვენი ხელისუფლება და თითოეულ რეგიონში, თითოეულ ქალაქში, სოფლად მიდის ეს სიკეთეები. რა თქმა უნდა, ეხლა ერთ წელში და ორ წელში და ვერცად წელში უცბად ვერ მოხდება რომ ყველაფერი იდეალური იყოს. ეს არის უცხოეთი პროცესი, მაგას ვამბობდი, გადავხედოთ, ყველაფერი შედარებითია. ხო, სად იყო ჩვენი სამშობლო და სადა ვართ ეხლა? რაზე ვართ ორიენტირებული, რა მოთხოვნები ჩდება ყოველდღიურად საზოგადოებაში, რაზეა ორიენტირებული ჩვენი ხალხი და ეხლა, როდესაც ხალხი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, როცა ყოველდღე ახალი რაღაც იხსნება, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები და ხედავთ ხომ მთავრობის ეფექტური მუშაობა რაში ვლინდება, რომ ყოველდღე ახალი ობიექტი, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ან ბოლომდე მიყვანილი ასე ვთქვათ ობიექტების გახსნა, ან ახლის დაწყება და სულ ამ პროცესებში ვარ, წარმოიდგინეთ. თუ ადამიანს ამისი დანახვა არ უნდა ეხლა მისი პრობლემაა ეხლა რიყეზე ჩავლილი ადამიანის გამოთქმის არ იყოს, მაგრამ ხედავთ რომ ქვეყანას აქვს აღებული გეზი და ნახეთ როგორი შეფასება გააკეთა ევროპული სახელმწიფოს ლიდერმა ორბანმა ჩვენზე, ხო მისაბაძები ვარ ჩვენ ამ ხრი აღშენებლობის, დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, იმიტომ რომ თავრობა ორიენტირებულია საკუთარ ხალხზე და კი მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ აი რომ მიდიხარ თუნდაც თავარი გზით და მართლაც ყოველდღე რო დადიხარ შეიძლება ეს ცვლილებები არ არის შესამჩნევი, მაგრამ დავუშვათ თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ თუ რომ მიდიხარ ან რომ სტუმრად დადიხარ სადმე, ამჩნევ რომ ცვლილებები არის და ხანგრძლივ პერიოდში ეს ცვლილებები რა თქმა უნდა გაცილებით მეტად ჩანს. ანუ პირდაპირ ვამბობ, ხელშესახებ ცვლილებებზე ვამბობ, ანუ როცა აი გზა შეიძლება ახალი დაგებული ნახო, ან გარემონტებული რაღაცა შენობა ადმინისტრაციული თუ ინფრასტრუქტურული რაღაც პროექტი. ან მართლა უბრალოდ ხალხი რომ მიდიხარ, კარგად გარემონტებულ სახლებს ამჩნევ, ბევრ სახლს და რაღაც მაღაზიებს და არის ეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სწორედ ის ეგრეთ წოდებული პასიურობა რევოლუციური, რაც ქართულ ხალხშია და რაზეც გიждდებიან, ეს სწორედ ამითაც არის გამოწვეული. ხალხი ბრძენია, მან ყველაზე კარგად იცის, სად შეიძლება მიწოდა და სად არღის. მათი გაღიზიანების ერთადერთი მთავარი მიზანი და მათი გაბოროტების და ესეთი აი გავეშების არის ის, რომ ვეღარ ყიდიან ესე მარტივად იმ თავიანთ სატყუარებს რა, რაც ჰქონდათ რაღაცა ძალიან მარტივად ახერხებდნენ წინა პერიოდებში რაღაცა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე ზემოქმედებას, ბულინგს, გაყიდვას ამ თავიანთი რაღაცა ტყუილების, მაგრამ ეხლა უკვე ეს აღარ გამოდით, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და დაინახა ძალიან დიდი კონტრასტია, ხო, ძალიან მარტივად შეიძლება გაარჩიოს ადამიანმა, სად იყო საქართველო და სად არის ეხლა და საით გვაქვს გეზი აღებული ეხლა. ჩვენი ვიმეორებ, ჩამოვიტოვეთ ჩვენ ეს რთული და ბნელი პერიოდები, რაც გავიარეთ 90-იანებიდან მოყოლებული, მერე ვითომ რაღაცა სიამოვნებაში რევოლუცია გადატრიალება იყო ჩვეულებრივი სახელმწიფოს გადატრიალება უნებრივია და იმის მერე იყო ეს აგენტურის მიერ და მერე შეხეთქება ამ აგენტურის მართვის დროს ჩვენი ქვეყნისა აი 2008 წლის აგვისტოს ომის ამ უბედურებამდე მიყვანა და აი ამ სცენარის განმეორებისკენ სწრაფვა იყო სწორედ მათი სურვილი, როგორღაც ეს მოეხდინა და გაეკეთებინათ, მაგრამ მათ დაავიწყდათ ლაპარაკი მაქვს იმ ბნელძალებს, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენ და დღემდე არ გვისვენებენ და მოკლედ ესეთი ორიენტირებულები არიან ამ რეალურ საქართველოს ჩვენი ქვეყნის სათავეში დღეს ეროვნული ხელისუფლება. ის ხელისუფლება, რომლის მთავარი საზრუნავი არის საქართველო. საქართველო უპირველეს ყოვლის, ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი. ეხლა კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. ჩვენ ყოველთვის ვახსენებთ და შეუძლებელი ეს არ ვახსენოთ ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საქართველო გადარჩა, იმიტომ რომ მართლმადიდებლური ეკლესია იყო ესეთი, როგორიც არის. საბერძნეთშიც არის მართლმადიდებლური ეკლესია, მაგრამ ეგ ჩემი საქმე არ არის, რა მოხდა.
ზეცაში, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერ გაუძლო ზეწოლას და აგერ ერთსქესიანი ქორწინებაც არის ამ წმინდა ქვეყანაში, უამრავი სიწმინდის ქვეყანაში. მაგრამ ამას თავი დავანება. ჩვენ ხედავთ ზოგიერთ არ გვინდა გვარების დასახელება. ზოგიერთ საეკლესიო მოღვაწეს, რომლებიც გამოდიან და პირდაპირ მოედანზე დგებიან და რაღაც სიგიჟეებს ლაპარაკობენ. მე მაქვს მოწიწება ზოგადად სასულიერო პირებისაც, მაგრამ გიჟებისთვის ძალიან რთულია რომ არ თქვა რომ როცა შენ ხარ მღვდელი, ხო? არ შეიძლება შენ ხარი დაუჭირო იმათ, ვინც წინააღმდეგია საქართველოში არასრულყოფილთა შორის აი ამ საზრობის პროპაგანდისა. როგორ შეიძლება დაუჭირო ხარი არ მესმის, აი ხდები ეს რას ნიშნავს? ანუ იცით როცა მართლმადიდებელი ხარ, თუნდაც მოძღვარი, ხო? და გესმის რომ შენ გახარ იმ ხალხთან, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში გააუქმებენ კანონს მცირეწლოვანთა შორის LGBT პროპაგანდას. აი რანაირად უნდა იყო იქ? თან ეს ჭორები არ არის, მოითხოვეს. ევროპელებმა მოითხოვეს, ორი კანონის გაუქმება მოითხოვეს და ყველაფერს დავივიწყებთ. ერთი იყო გამჭვირვალობის კანონი და გასაგებია რატომაც ფულებით რომ ისევ კარგად ეკვებათ ჩუმად. მეორე ეს კანონი და ანუ ეს გაცხადებულია ღია ყველაფერი. იდეოლოგიური საყრდენების მოშლის მიზნით განხორციელებული და გეგმით და შემდეგ დაწყებული ასე ვთქვათ მოქმედებები და მთავარი სამიზნე გეტყვით მთავარი სამიზნე ქართული ეკლესია ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი დედაბოძი რატო იყო ამ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული განხორციელებული შტურმი მის უწმინდესობაზე შტურმი პირდაპირ ამდენი დოკუმენტური ფილმები მიუძღვნეს ბჭყალებში მის უწმინდესობის წინააღმდეგ და წმინდა სინოდის წინააღმდეგ როგორღაც ქართულ ხალხში ჩამოენგრიათ აი ქართული ეკლესიის პატივისცემა და მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დამსახურება ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. მაგრამ ეს თავისთავად ცხადია, ანუ აშენებული ტაძარი, ქართული ადამიანის სულში აშენებული ტაძრის დანგრევა ეს არ არის მარტივი ამბავი, ხო? ეს მთელი საუკუნეების განმავლობაში არსებობს ეს ტაძარი ჩვენს სულში, ქართველების სულში და ბუნებრივია, რომ ვიღაც ტვინაღრძობი ადამიანის გონებაში დაბადებული სცენარი ამას ვერ დაშლის და ვერ დაანგრევს და უბედურება ის არის რომ როდესაც ამ ეკლესიის და ჩვენ წმინდა სინოდის წინააღმდეგ იყო მიმართული ესეთი კამპანია ამ ნაცბანდის რეჟიმის წარმომადგენლები ნახეთ თქვენ და გახსოვთ ჩანაწერი როგორ დასცენიან წმინდანებს როგორ აბუჩად იგდებენ ქართულ ეკლესიას და ამ დროს ქართული ეკლესიის წარმომადგენელი მეც არ მინდა გვარი დავასახელო აი ამ ბანდის გვერდით დგას და იმ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის და იმ ხელისუფლების დასამხობად მოუწოდებს. იმათი მომხრე, რომელი ხელისუფლების დროსაც განმტკიცდა ჩვენი ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება და განსაკუთრებული პატივისცემა იქნა ჩამოყალიბებული. ჩვენი იდენტობის ასე ვთქვათ გადარჩენის თვალსაზრისით. აი ეს არის უბედური, მაგრამ ეხლა აგენტურაზე ქონდა საუბარი. ამ აგენტურამ როგორც საჩანს ბევრი მიმართულებით სადა თავისი ასე ვთქვათ. კიდევ ვფიქრობ გავაკეთებ თუ არა, მაგრამ აი ესეთ მოძღვრებთან მინდა რომ მქონდეს დიალოგი, იმიტომ რომ როცა შენ სასულიერო პირს ესაუბრები, შენ მისი მდგომარეობისადმი პატივისცემის გამო ვერ შეკამათები ისე მძაფრად, როგორც ეს ჩვენ ვიცით და ეს გასაგებია. მაგრამ როცა სასულიერო პირი ხდება ლიბერალი ბოდიში, მაგრამ დედას უტირებ რა, დაანგრევ თელმის ასე ვთქვათ ფილოსოფიას ბჭყალებში, იმიტომ რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგება პირველ რიგში. ქართული სასულიერო პირები ბატონო შალუა ბრძოლის წინახაზზე ხმლით ხელში მიდიოდნენ და ჩვენ უამრავი მაგალითის დასახელება შეგვიძლია, როდესაც ქართული სასულიერო პირები ბრძოლის ველზე დაეცნენ. ლაშქარი ყავდათ, ხო? უამრავი ეპიზოდის მოხმობა შეგვიძლია. არც რომელ სასულიერო პირს აქვს იმის უფლება დაუშვათ რომ გამოვიდეს და ხელისუფლების დამხობისა თუ რაღაც ამდაგვარი ნაბიჯებისკენ მოუწოდეს. ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია. ეს არის მოწოდება პირდაპირ ვიტყვი ჩვენი ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ. რასთავარად თავად ეგრეთ წოდებულ ფილოსოფიურ აზრებს აღჟღერებენ, რომ თურმე აქ ადამიანის თავისუფლება იზღუდება. ანუ ადამიანი, რომელიც საერთოდ სხვა აზრზე უნდა იყოს, ლიბერალური ღირებულებებით გველაპარაკება, რაც სოფლიომ დაგმო უკვე დიდი ხანია. უკვე აღარ არსებობს ეს ნარატივი სოფლიოში. ეს გამოვიდა, თითქოს ის გველაპარაკება რა, ნუ აი წარმოუდგენელი ამბავია, ბუნებრივია სათქმო უნდა. საგიჟეთია. საპატრიარქო მამაზე როგორც ვიცი განცხადება რამდენჯერმე გააკეთა, თავისთავად ცხადია და ბუნებრივია რომ ჩვენი მთავარი მიზანი, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება და აი ამ
ასე ვთქვათ, ჩვენს ხედვაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ზრუნვას და ფიქს ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მადლობა. ბატონო, გადასარჩენად. ბატონო გიორგი, ესე იგი, ყველაფერი კარგად იქნება. ყველანი მშვიდად წავალთ არჩევნებზე, ჩვენს მოქალაქეულ ვალს მოვიხდით და შემდეგ უკვე დავაკვირდებით ამათ კრახს. ეს კრახი გარდაუვალია და უკვე მერე ჩვენ გვექნება მაწანწალებისგან თავისუფალი თბილისი. ხვალ ჩვენი მე ახალგაზრდების გადარჩენი და გამარჯვების და დღეა. მაწანწალებს როცა გულისხმობ, არავინ იფიქროს, რომ ახალგაზრდებზე ვამბობ, რომლებიც წინააღმდეგი არიან ხელისუფლების. ესენი არსებობენ, რა თქმა უნდა, მერტმან უხნასო ჩვენ არ გვყავდეს ოპონენტები, მაგრამ მაწანწალები ისინი არიან, რომლებიც ოჯახში არ გაზრდილან, რომლებიც უზრდელობენ, რომლებიც მოქალაქეებს თავს ესხმიან, ხაში შესულ მოქალაქეებს აფურთხებენ, აგინებენ, ეს არის ძალიან უმცირესობა, დიდი უმცირესობა და მათ წინააღმდეგ ხმარობ ამ ტერმინს. მაწანწალად ჩემთვის პროტესტანტი და მაწანწალად ერთგივე არ არის. პროტესტი გამოხატე, როგორც წესია კანონის ფარგლებში, რა მეთქვის მასზე, მაგრამ აი მაწანწალ ადამიანი არის ხულიგანი, როგორ გითხრათ, აი ასოციალური ელემენტი, მე ესე ვიტყოდი რა. და ესენი უნდა დამარცხდნენ. კი ბატონო, უღრეს მადლობა. მადლობა თქვენ. შემდეგ სტუმრებს ველოდებით. მოგესალმებით, ბატონი ედიშელი გვენდაძე, ბატონი სიმონ მასხაშვილი, ორი ისტორიკოსი ადამიანი მოვიყვანე. არა, ძალიან დიდი ისტორიული გარდატეხები გველის ხვალ და ამბავი არა, ჩვენ უკვე кайხანია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ისტორიულ გარდატეხის გზაზე ვდგევართ და ნაყოფსაც ვიღებ და უფრო მეტსაც მივიღებთ. და თავარია ჩვენ შევინარჩუნოთ მშვიდობა. აი, სოფლიოზე რო ვილაპარაკოთ, ჩვენ გვაქვს ამის უფლებამოსილება, თითოეულ თქვენგანს მინდა ვკითხო. სოფლიო იცვლება ყოველ დღე. მე ესეთი საგიჟეთი არის თქვენ პროფესიონალები ხართ, მეც მეტნაკლებად პროფესიონალის არა, მაგრამ მოყვარულის დონეზე ვაკვირდები საერთაშორისო ამბებს, სოფლიოში ვითარება იცვლება ყოველ დღე. ქვეყნები გადაჯგუფდებიან, გადმოჯგუფდებიან, განცხადებები გიჟური კეთდება, ნახევარი იმ განცხადებებისა არ სრულდება, რასაო, მაგრამ რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი და პირველი პირი რაღაცას იტყოდა, ის უნდა გაკეთებული. შეხედეთ გარშემო რა ხდება, რამდენი პრეზიდენტი მეორეს ფუჭად ემუქრება, ხო? ყველაფერი იცვლება რა. მოდი ამით დავიწყოთ. მართალი ვარ თუ არა? 100%-იანი. ეს არის ბოლო მომენტი იმ სოფლიო რეჟიმის, რომელიც პრინციპში დამყარდა, მე არ ვიტყოდი 90-იან წლებიდან, მარტო 45 წლის მერე, იმიტომ რომ ეს ორი პოლუსი იყო გასაგებია, ჩამოიშალა, დაიძახეს I feel good, დაწერა ფუკუიამამ უკანასკნელი ადამიანის ისტორიის აღსასრულო აბსოლუტური კრეტინობა, სიგიჟე. ნუ აი მაყურებელს გავახსენებ ესეთ ყველაზე მნიშვნელოვან ფრაზას მის ციკში, რომ თურმე ყველაფრის მიზეზი ყოფილა, რომ ღირსების გზნობა გვაქვს, ტიმოსი როგორც ის ამბობს, და მეო ვერ დაგპირდებითო, რომ მომავლის ადამიანი დაიბადება მკერდის გარეშეო, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გაებეროს მკერდის სიამაყითო. ანუ ეს იყო მისი ლოზუნგი და ეგონა თუ ღირსება საერთოდ ადამიანი. თავარი რაც მაგას შეეშალა, რომ დემოკრატია ნიშნავს უკეთეს ეკონომიკას. ხო, აი ეს იყო საშინელი ტყუილი, რომ ჩვენ ხედავთ. ნახეთ რა არის ამ დროს მე თვითონ რო ვკითხულობ ამერიკელ ექსპერტებს, თქვა რომლებიც წერდნენ 80-იან წლებში, ნახეთ როგორ რაღაცა აქვს. საბჭოთა კავშირის პრობლემაა, არის არა სისტემური კრიზისი, არამედ საკადრო. და ვაიდა საკადრო დაძლიო. ოღონდ რას გულისხმობენ, იცით? უმეტესობა არ იცნობს არც სტალინის 52 წელს ეს ცნობილ მის სოციალიზმის ეკონომიკურ პრობლემებს, არც მის გამოსვლას, არც იმ ბიუჯეტის დას და ყველას გონია რომ აი საბჭოთა კავშირის სტალინის დროს იყო მარტო რა ქვია ეს ტოტალური კომუნიზმი და არ არსებობდა კერძო სექტორი. ერთადერთ ციფრს ვიტყვი, სტალინის პერიოდში სათამაშოების 100% იყო კერძო სექტორში არტელის ტანსაცმლის 80%, კვების პროდუქციის 70%-ზე მეტი და ასე შემდეგ. ანუ და არავით არის აგეგმო კომიტეტი, ამას არ გეგმავდა, ეს მერე ხრუშოვმა შეცვალა, ბრეჟნევმა ანგრიეს და უცებ აი ამ როგორ თქვა, საკადრო კრიზისის შედეგად და პერსონების კორუმპირებულობის შედეგად, რომ ღალატის შედეგად რომ დაინგრა მოდელი. მოკლედ შენ მეთანხმები რომ არა ჩავთვალე რომ რაღაცა იყო თორე და ამის მერე რა აი რა ერთადერთი არა გავაგზავნე. ხო რა მოხდა იცი რომ ამ იმის მერე 30 წლის განმავლობაში იცხოვრეს ამ ილუზიაში რომ თვითონ და ეგ არის ყველაზე მთავარი რა აღარც კონკურენცია იყო ჩვეულებრივი რამ არის სისტემის დაღუპვასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო. ხო
მეგობრებო, საქმე რაში არის? იცით, როგორც ადამიანი იბადება, ბერდება და კვდება, ისევე სისტემები ასე არის. და ბატონმა სიმონმა რაც ბრძანა ვეთანხმები, რომ ეს იყო იალტა პოცდამის სისტემა, რომელიც წამოვიდა, მოვიდა 90 წლამდე, რომ მიტყვიან ახლა იჯახი რა და შემდეგ განვითარდა ის პროცესი, როდესაც შეიქმნა უნიპოლარული სამყარო. უნიპოლარული სამყაროს შექმნის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებს ხშირად გვისაუბრია ამის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავში აუვარდა. როგორც არის რომ კაცს ეძახი, შენზე მეტი უკეთესი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. არა, რეალურადაც ეგრე იყო. ის იჯერებს ამას არა, რეალურადაც იყო. ბატონო შალვა, მომისმინეთ ჩემო ძვირფასო. კაცი რომ წინს წერს და რომელსაც არქმევს რომ ისტორიის დასასრული ჩემო ბატონო და ესე დემოკრატია всё ამის შემდეგ მეტი აღარაფერი არ იქნება და დემოკრატიით სრულდება აბსოლუტურად ეს აბსოლუტურად სიგიჟია ეხლა ვინაიდან ის ფუკუიამა იყო ამერიკელი თორე მესამივე ჩვენ რო ისეთი წიგნი დაგვეწერა იმას ჭირდებოდა რეკლამა და მიცეს იმ წიგნს რეკლამა თორე იდეოლოგიური საფუძველი ქონდა. არა, მოდი თქვა ერთადერთ ჩართულს გავაკეთებ. ზუსტად მაგ პერიოდში გამოვიდა რიჩარდ პაიპსის გენიალური წიგნი რუსეთის რევოლუციაზე და ტირას გეტყვით. ფუკუიამას ეს მაკულატურა მილიონობით ტირაჟით გაუშვეს და რიჩარდ პაიპსის ტომეულში, თითოეული ტომეული რა იყო. 5000-ზე მეტი ტირაჟი არ ქონია. ეხლა რაზე ეს? და რომელი უფრო ძლიერია დროის გამძლე. ეს გენიოსი რიჩარდ პაიპსი. და ეს იყო აბსოლუტური მაკულატურა. ჩვეულებრივი ამბავი არის ის შემდეგ რაც მოხდა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ფაქტობრივად ის ლიბერალური იდეოლოგია აყვავდა რომ იტყვიან, მაგრამ ეხლა გადაიქცა გარკვეული წლების შემდეგ ლიბერალურ ფაშიზმში, მოხდა ის რაც მოხდა და უნდა მოხდეს. ეს აუცილებლად უნდა დამთავრდება. იმიტომ რომ ეს არის საზოგადოებრივი მსოფლიო ცხოვრების წესის შემაფერხებელი. კი ბატონო, ეხლა შემდეგი შეკითხვა. ჩემი აზრით, რატომ დაინგრა ლიბერალური დღის წესრიგი? მე მაინც ძალიან უცნაური პოზიცია მიჭირავს იდეოლოგიური. მარკს ყოფიერების საკითხში ვეთანხმები. თქვენ მარქსისტი არ ახართ, მაგრამ გარკვეულწილად ვაღიარებთ ხო მის ფილოსოფიურ დიდ გენიას. მაგალითად, ყოფიერება გარკვეულწილად რა თქმა უნდა ცნობიერებაზე მოქმედებს. მოხდა ისე მეგობრებო, რომ ჩინეთში და სხვა აზიურ ვებხვებში ძალიან განვითარდა ტექნოლოგიები და ეკონომიკა შესაბამისად. ძალიან. აი ეს მოხდა პირდაპირ. თუ ადრე ევროპა, ამერიკა მიეჩნეოდა თეთრი ადამიანის ტრიუმფად, ანუ ტექნოლოგიების სამშობლოდ, თუმცა ისტორიულად კარგად გვახსოვს, რომ თავიდან ჩინეთი იყო, შუა საუკუნეების მერე უკვე, როცა გადადის და გადმოდის რა პროცესები. აქედან გამომდინარე დავასრულებ. მოხდა ისე, რომ მისი მთავარი ფუკუიამასთან ლიბერალების მთავარი კოზირი ის, რომ დემოკრატია ნიშნავს კარგ ეკონომიკას, დიდ ეკონომიკას გაქრა. შესაბამისად ხალხიც უკვე დაიბნა რა. მარტივ რაღაცას ვეძებ, ნახეთ რა იყო სტალინის მოდელი, აი ეს ცნობილი ნაშრომი როა, მაგაზე სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები საბჭოთა კავშირში. მან არის ესეთი რამ, რაც ეძახის ის კომუნიზმი. ის არ არის, რასაც წერდა მარქსი სხვადასხვა. მე არ ვარ მარქსისტი, თქვენგან გასვლა. არა, რა თქმა უნდა. და რას ამბობსო, ის რასაც მეცაც ვიტყვი, ლენ აზრები იცვლება, ის რასაც გულისხმობდნენ ისინი, ის ისულელია და აქვს თავისი მოდელი. და ამბობს რას, რომ ეხლა განვითარდება ახალი ტექნოლოგიები, მოკლედ რომ დავაკვირდეთ. ის ჯელობს კომპიუტერ ტექნოლოგიაზე, სტალინი, თუ წავიკითხავთ, რას გულისხმობს, ხელოვნურ ინტელექტზე და ასე შემდეგ და ამბობს ესეთ რეჟიმს, რომ კაცობრიობას ამ ტექნოლოგიის განვითარებით შეექმნება ესეთი დღის რეჟიმი, მაქსიმუმ 3 საათი სამუშაო დრო და კვირაში 3 დღე. რამდენჯერმე უნდა შეეძლოს ადამიანს პროფესიის არჩევა, მთელი აქცენტი შემოქმედებითობაზე, ამის სტიმულირების მექანიზმები მას თავის ეკონომიკაში არის ცნობილი. პრემიუმ რას ამბობთ ეს 2% ესე იგი. ფაქტობრივად გამოდიოდა რომ სერიოზულ ინოვაციაზე კაცი მილიონერი ხდებოდა ინჟინერი. და ამას კონდა ძალიან მაგარი კაცი. ამ ტექნოლოგიის განვითარებასო თქვა კაპიტალისტური წარმოება ხელს შეუშლის იმით რომ ბენზინს ვერ გაკიდიან და ასე შემდეგ. მე პირიქით ამას ვარეგულირებ და აქვს მოდელი. ნახეთ ჩინეთი თქვენ რო თქვით. სტალინის შექმნაში ქონდა აი ამ მოდელზე. რაც რა დსეოპინმა გამოიყო. აი მაგის თქვა. ქონდა ეკონომიკური აკადემია და ამას წინათ აღმოაჩინე რა. ამ ეკონომიკურ აკადემიაში სწავლობდა მისი ძველი მეგობრის, რომელსაც მერე რომელსაც დაშორდა ცოლი რო საკალო ვაყავდა.
ჩანკაიში, რომელიც ძალიან კარგი. ჩანკაიში? ისაა გაიქცა? ჩანკაიში, მართლმადიდებელი ჩანკაიში, რომელსაც ყავდა საკალობა ცოლი და სტალინთან მეგობრობდა, მე მოწინააღმდეგე. რა თქმა უნდა. ის ტაივანი რო გააკეთა. ტაივანი რო და ტაივანში გააკეთა ჩანკაიში. აი და გითხრათ სადახა. ხო. სტალინის ეკონომიკურ აკადემიაში ერთ მერხზე ერთ დროს იჯდა ორი ახალგაზრდა კაცი და გეტყვით გვარებს. დენ სიაოპინი და ჩანკაიშის ვაჟი, რომელმაც ჩაატარა ეს ეკონომიკური რეფორმა. გასაგებია. საინტერესო ორივე იყო მაგარი ამბავი. საინტერესო პროცესი არის და ორი ასე რო აქვს ასეული არ პირდაპირ სი ძინპინიც და პირველ რიგში დენ სიაოპინი ესენი იყვნენ სტალინის ფრიადოსანი მოწაფეები. სიძიბინის ამან და ამ სიძიბის მამაც არა იდეურად ესე იდეურად ხომ სიძიბი პირადად დენ სიაოპინი და კაი მართლა ჩანკაიშის ვაჟი დასწავლია ერთ მერხზე ის მაგარი ეხლა მე ეს პერიოდია ჩემი რაღაც არხიც მაგ და გარდა ამისა სტალინზე უკვე წიგნი დავამთავრე ძალიან მნიშვნელოვანი მაგარ საქმეს აკეთებ აი მაპატიეთ არ გამოდგისთვის მაგრამ ისეთ რაღაცებს პოულობ რომ დღეს რაც ხდება აი ჩინეთის თქვა სინამდვილეში და არა და სწორად გამიგეთ ინტელექტუალური პოტენციალი საბჭოთა კავშირის გაცილებით მეტი ყავს ის რაც ხდება დღეს ჩინეთში 53 წელს სტალინს ეს მომზადებული ქონდა საბჭოთა კავშირში ერთსაც გეტყვით 44-ში და აგერ ბატონ ედიშერი შემედავება უბრალოდ 45-ში იალტაში სტალინის პროექტი რა იყო რომ გაეროს დამფუძნებელი წევრი უნდა ყოფილიყო მაშინ 16 რესპუბლიკა იყო კარელი ეპიენედიან 16 რესპუბლიკა და ძალიან ხმა გექნებოდა თუ შეეშინდა და მარტო უკრაინა ბელორუსი ახადეს ისე გარდაიცვალა სტალინი ნახეთ 2-ს ვიტყვი მე რომ ვიღაცები იბრალებ აუცილებლად გაერთიანებულდა ნეიტრალური გერმანია მისი მოთხოვნა ყველა რესპუბლიკა გაეროს წევრი ასე რომ ის მოდელი რომლითაც ვითომ ვიღაც დემოკრატები მერე ტრაბაყობდნენ ამის ავტორი არის იოსებ სტალინი ბატონო ჩვეულებრივი ამბავი არის ჩემო ბატონო იმიტომ რომ ის თქვენ რასაც ბრძანებთ ომი მოიგო იმ კაცმა პირველ რიგში ომი მოიგო და ახლა გუშინდელი ამბავი მინდა მივაბა ახლა ამას რაზე იცით ბატონმა შალვა წეღამ ბრძანა საოცარი მსოფლიო გუსმინეთ გუშინ პუტინის გამოსვლა კი ვალდაიზე კი ბატონო საოცარი რამ ნახეთ რა თქვა ისო კაცო ალექსანდრე პირველი შეახსენა ალექსანდრე პირველი ხო და რატო იცით სტალინი რო ჩავიდა იმაში პოცდამში რა უთხრეს მაგარ წარმატებას მიაღწიეთო ალექსანდრე პირველი პარიზამდე ჩავიდაო უთხრა ხო პასუხა ასე მე შემთხვევით ვლაპარაკობ ახლა ამას რატომ იმიტომ რომ ის რაც თქვენ ბრძანეთ რომელიც 52 წელს დაწერა ის მოთხოვნილება იყო უკვე იმ სისტემისა რომელიც მისი პირადი პირშო იყო და გაკეთდა ეხლა ამას ვერცერთ შემთხვევით გამოსულა იგივე ოქტომბრის ამას ვერცერთ შემთხვევისათვის ვერ შეაფერხებ რაიმე ძალით არ გაკეთდა საბჭოთა კავშირში გაკეთდა ჩინეთში და ეს არის ფაქტობრივად ეხლა არის საპირწონეთ ორივე მხარე იქეთ ამერიკის შეერთებულში და დასავლური ფაქტობრივად ეს თავისი იდეოლოგია და თავისი ეკონომიკა აქეთ არის ჩინეთი და რომელია მზარდი ძალიან კარგად ხედავ ჩვენ თუმცა აგერ უყურებ ჩვენ დასავლეთში ტრამპის ჩინოვნიკებს რომლებიც იძახიან რომ განათლებაშიც უნდა ჩავერიოთ ბევრ რამეში NGO-ები უნდა მოусმოთ შიდა NGO-ებიც აქტივისტები უნდა ცემოთ რა ტრამპი რაც ახლა მოუკლათ აქტივ ჩალიგების კლუბების შემდეგ რა იქაც მიმდინარეობს ეს ხო მაგრამ რა არის იცით ყველაფერს აქვს სისტემური მიდგომა ხო ვერ შეძლებ მე რას ვიძახი იცი აგრესიაზე რომ გადადიხარ და მოუკლა ჩაუჭეჭქო გაუ ამას რომ იძახი უკვე ეს კატასტროფაა მე მგონი აგებენ იდეოლოგიურ დროს მაინც ის იმიტომ რომ ეს არის რა ამაზე არ ჭირდებოდა აი ნახეთ რა მოხდა პირიქით დენ სიაოპინმა რა ქნა კოლუპის კლუბში გადაინაცვლა თავის დროზე ხო ანუ ის კი არ ქნა რომ მუშტები ერთად მაუძედუნის პოლიტიკა შეცვალა ხუნვეიბინები და ისინი ავიღოთ სტალინის ბოლო პერიოდი ისე უბრუნები 52-ის მერე ყრილობის მერე მორჩა გენ საერთოდ ამ დივას ბოლოში წერს თავის დიმის თანამდებობას აბსოლუტურად 25 ახალი კადრი ყავს ყველა ნოვატორი ამ პრეზიდიუმში ანუ როგორც ამან სტალინს გვარდია უშუალოდ და ახალ გვარდიამ ჩვეულებრივი ამბავი ვერ შეეჯახნენ ერთმანეთს და ძველმა გვარდიამ არ დათმო ჩემო რასაც მუშაობდი გეტყვით რა ეგ არის ყველას გვაქვს იმენ იგნაცევი რო იყო კი ბატონო ის იყო ეგ იმ დღეებში მან შეიერთა რა ვიცი ხა ეს ეთერი ითხოვს თუ არა მაგრამ ერთ ინფორმაციას
ბოლო 2 კვირის განმავლობაში იყო პოლიტბიუროსევრი იყო. ხომ იყო უშიშროების მინისტრი, თანამედრო გაგებდა, პლუს შეიერთა სტალინის დაცვის უფროსის მოვალეობა. და ის ბრმანწლავი გაუსკდა და სტალინის და აი ვინც კურირებდა და წინა ბოლო მნახველი სტალინთან ვინც არის შესული, ეს არის იგნაციევი. ამას აიგნორებდნენ და გვიყურებდნენ რომ ვითომ ვიღაცა ერთ-ერთმა აგარაკის დაცვამ დაურეკა ხრუშოვს, ბრეჟნევს და მალენკოვს. ხედავთ მეგობრებო, მე ერთ რამეს მინდა მივაქციო ყურადღება. ხვალ დამხობით გვემუქრებიან, ჩვენ ოცნების მომხრები ვარ და რაზე ვლაპარაკობთ? აი, სიმპტომატური არ არის? რა ვიცი, ვილაპარაკოთ იმ კარნავალზე, რაც 4-ში არის. რა სისულელე ხა რა. ხო არა, ეს გაცილებით საინტერესოა. სიგიჟი არა, უბრალოდ სიგიჟია. უნდა გავარჩიოთ ეხლა. აი რა უნდა აი მართალია, აი ჩვენ სამიდაკოში მე რომ დავარაკოთ ვიჭები და პროსტო ვერ უძლებთ. აი ხა უსმენ. ვერ უძლებთ ამ სიგიჟეს. ბავშვო ხა პატაბურჭულას სულ პატრიცენი, მაგრამ აი ხა უსმენდი მართლა სერიოზულად. ავწიოთ ხელიო, ვინც არ მოაწევს ხელს, ისიც მომხრეო, ვინც არ მოვა, ისიც მომხრე არის. რუსთაველზეო? და დათვლია, ხო და არა, ვინც არ აწევსო, ისიც მომხრეო, ვინც არ მოვა, ისიც მომხრეო და მერეო, როდა გაიგნორო რასიზმს. ჩვენც დავაიგნორებთო და ბიჭო აი რა გითხრა, დააზე ვილაპარაკე. ანეკდოტი რო არის, ბოდიში. რას ბაბუა ჩემმა გააკეთა, იმას ვიზავ თუ არ გაჩერდო, რადგან წავიდა. ხო და რა ვიცი და შალვა. რა მინდა ვერ ვლაპარაკოთ, ხო და გაცილებით საინტერესოა. თელი რევოლუციები მიყავდა გურულებს. ხო. ფაქტია რა. პირველი პრეზიდენტი საქართველოში იყო გურული ბენია ჟღეგვიშვილი, ხო ფაქტია. ჟორდანიაც გურული, რამიშვილი ხო გურული. ხო და ამიტომ რამიშვილები და სულები და ასე შემდეგ. ჟორდანია. კაცო, მე რატო ვლაპარაკობ ახლა? გურულებს რესპუბლიკაც ჰქონდათ. პირველი უშიშროების რესპუბლიკა. კი, კაცო, ბახვის მანიფესტი. ინგლისში იბეჭდებოდა იმ დროისათვის კორესპონდენციები გურიიდან ინგლისში რესპუბლიკიდან. ხო გვაქვს დავასრულებ რა. ხო და რაზე მე ყურადღება ასეთი მართლა უდიდესი მოაზროვნეები და პოლიტიკოსები იყვნენ, მართლა გურულები. ასეთი მე არ მეგურულია ესეთ. ეს არ ვიცი რა. გლანდებს ფილტვებს წავიდა რა. მართლა არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. არ ვაყენებ, როგორ გეკეთებ? მაგრამ ნუ არასერიოზულ დაბეჭდილებას ტოებს ეს ყველაფერი მეც ვერაფერს ვერ ვეთქვი რა. ალბათ იმღერებს ძმაბიჭებში დაჩაგრულიო მე. მე ვერ იმღერებს. ბანია და მანიფესტი გახსოვთ რა მაგარი. როგორ არა, კაცო? სოლიდარობა ლიონის ფეიქარ ქალებს ბაღვიდა ითხოვე რომ ხელფასი გაუზარდონ და აი ხმის უფლება გურულებმა ქალებმა აიღეს პირველად მაშინ რა ხმის უფლება ჰქონდათ კაცო საქართველოს სასწაული იყო რა გამოუგნებელი 1919 წელს როდესაც 5 ქალი ავერჩიეთ პარლამენტში ნუ ეს სოლოღაშვილის ერთ-ერთი არა ქართველი და რაც ყველაზე მთავარია დემოკრატიის ხარისხი მინადორა ტოროშელიძის ძმა ერთად ფაქტობრივად ერთად გაზრდილები მამის ძმის შვილი იყო სერგო ორჯონიკიძე ქმარი იყო მარქსისტული მალაკია ტოროშელიძე ორი იმდროინდელი ხელისუფლების დაუძინებელი მტერი და ეს რა კალი იყო ქრისტეს კი არ უღალატ იყო ამ პარლამენტში სოცდეკი და ისე სტალინს უბრუნდები რა მალაკიაც ხო დაახრეთა და სერგოც ალბათ მიაძინეს ნუ თავისი ყველაფრისათვის რა თქმა უნდა თითი არ დაუკარებია მინანდორასთვის აგერ თითქოს ჩვენ დაბადება 70 თუ რაღაცა წელში 70 წლებამდე იცოცხლა გარდაიცვა აი ხვდებით რა მომენტი იყო იმიტომ ეს იყო მართლა კალ მაგრამ ისი თქვა 3 წლით ადრე სანამ ამერიკაში ქალები მიიღებდნენ საარჩევნო აქ იყო ჩემო და ბრიტანეთს დავაკვირდ ესე რეალურად ბრიტანეთსა და საფრანგეთში უკვე დემოკრატიული არჩევნები სრული რომ იმის ლიმიტების და ქონებრივი ცენზის გარეშე ჩატარდა ომის მერე იწყება 70 წელს იყო შვეიცარიაში მიიღეს 70 წელს 1970 წელს შესაბამისად მოდი ეგრე გავიდო ქართლს მარტო გურულს არა მადლობა მაგრამ სხვებსაც რა თქმა უნდა აქვს გეოპოლიტიკური ყნოსვა საჩვენს ბევრი ვერ დაიკვეხებს გურულებს განსაკუთრებულად და ხელს გვიშლის ეს იმიტომ რომ ჩვენ ხშირად არ გვაინტერესებს საქართველოს მიწებასები თუ არ დაუკავშირე გლობალურს ისე აღარ არის საინტერესო რა კოსმოსში გამოთქვა რომ საუცხოო ხო, საუცხოო. თუ ეს არ გადის ბაზარზე, რაც აქ ხდება და ხვალეო ხელისუფლებას ვამხობთო და რამხელა მოხდი უნდა იყოს, ცი ახლა ერთ დღეში რომ ამხობ. მინახე ეგეთი ხელისუფლებები საქართველოში. ანუ რამხელა მოხდი უნდა იყოს, ცი რომ უნდა გაცახცახებდეს. საერთოდ საპირისპირო მოხდია. ხალხი არის მშვიდად
წნარად რა გააკეთონ და დათა თუთაშქიაში ეს კარგად იმას ფიქრობენ და ხვალ დათა თუთაშქაშია კარგად ხელისუფლება ბეფე უნდა დავამხო კი ბიძია დეიძინებს ამაღამ და არ გამეიღვიძებს ხვალეო ხო ნუ აი სიგიჟე არა ნუ ეს არასერიოზული აი ეგ მომენტი და რამ დაამხო царიზმი თუნდაც რამ დაამხო ომმა მოდი პირდაპირ თქვა გერმანიაში რამ დაამხო ის რეჟიმი კაიზერის ომმა ყველგან ეგრე იყო უმეტესობაში ომი ამხობს და მე ის იდეოლოგიები რომელიც შემოვიდა შემდეგ და განვითარდა იგივე გერმანიაში ის ფაშიზმი რამ გააკეთა ეს გააკეთა პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა ეხლა მოდით პირიქით შემოტრიალ ესპანეთი რომელიც მე-17 საუკუნიდან ვერ სუნთქავდა რატო ვერ იყო ესპანეთი მსოფლიოში პირველი მაშინაც კი თელ დედამიწა რო ემორჩილებოდა და უამრავი ოქროვერცი ხო რო ქონდა რატომ იმიტომ რომ მეზღვაური ესპანელი ფაქტობრივად არ იყო გენუელებს აწურებდა ხო ანუ ვერ დაალაგდნენ პორტუგალია შეიერთეს მე-17 მეორე ნახევარში ჰეგემონი ნუ დინასტიური კავშირი დაძირეს თვითონ კი ვერავინ ნახეთ რა ხდება და მე-18 ხო ჰოლანდია გაექცა ანუ ესპანეთი იყო როგორი ხო აი არაფერი არ შველოდა ხო მე-18 საუკუნის მიწურული საკო ყველა ვიცით ისტორია და მე-19-ზე უბრალოდ აი აბსოლუტურად დანალეცი საკეთ პირველ მსოფლიო ომს გადაურჩა ცოტა გამოფხიზდა პრიმო დე რივერა და ვიღაც მოვიდა ფრანკო და ააცილა ფრანცისკო ფრანკო მეორე მსოფლიო ომი და იმის მემკვიდრეა დღევანდელი ესპანეთი რომელიც სოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანაა. აი ეგ არის. მომაკვდავი ხათა შორის ფრანკოს საკითხი ჯერ კიდევ არის ძალიან საინტერესო გარკვეული. ბატონო შალვა. ეხლა ლიტერატურა იწერება, რაცაც ვკითხულობდი ფრანცისკო. მაგან გადაარჩინა გასაბჭოებას და მე მეფეს მისამ 7-დან ყველა. აბა 60. აუ ეს არის გენიალური რა ისა ხუან კარლოს უსმენდი ამასინა. და მაგალითებები წავიდა. ესე ვაფშე მეებზე კიდე რევოლუცია ხო? დონ ფრანცისკო ჯერ ხო ისუნდა და გახსოვდა. არს მომდგარი ხო? აი საათები დაგვჭა. აი ბურჭულაძე გვამხობს ხო და ჩვენ ეხა შიში ყურია დადებული დღეს გოგია წულიაიას ნახე ეს კლაუნად გადაიქცა დაგიგოს ვეკითხებიო რა ხუან კარლოსი იხსენებს ბიჭო 7 წელია თქვენთან ვარო ხო უკვე ესო გადაწყდა ჰაბსბურგმა ხო თავიდან უარ თქვა მე ხუანს დიდა თქვენი მეთოდები არ უნდა მასწავლოთ ხო აი როგორ მარტო იმიტომ წარმოდგენა არ ამაკო რა ერთი რასაც უმაღლესი ვისწავლე მაგრამ საერთოდ არ ამოსვლება არ ამაქვს აბსოლუტურიო და რამეო რო გაკვეთილი რომ მოვდივარ რაღაცას დავლებთ წავალ რა გვია შვილო ნუ იცი რა მითხრაო ის მინდა ხო ანუ მე როგორც მართე და მოვათრე ესპანეთიო მე რო შენის გასავლო შენს დაიღუპებიო და ესპანეთიც მე ვიცი რატო შეგარჩიო და ესე რატო გზდიო საერთოდ წარმოდგენა რო არ აქვს ისეთი ესპანეთი მინდა ვარსებობდეს შენ რომ მოირგებ შენ გემოვნებაზე თავსო და არა ჩემ მე რომ დამევასებო და აი ეგ ესპანეთი იქნება რომელსაც თელესოფონს დაუკვირდა ეხა უბრალოდ ძალიან ბევრი LGBT-ია და მაგას აი ამაზე ფიქრობ ეგ მაგას გადაურჩეს მაგას რა არიცით ეს არის ევროპა შეიძლება ეს ფიქრები აწუხებს პაბურჭულაძეს ვინიც ის კაცო რაც მე ეგ გაიფანტება რატომ ეს არაბუნებრივია იგი მართალია რა კარგით მეგობრებო, მოდით ჩვენ მერე გავაკეთოთ გადაცემა, სადაც ისტორიის ასე ვთქვათ, წიაღიდან წამოსული ამბები იქნება გასარჩევი. ჩვენ ხვალინდელ დღეზე ვთქვათ, 1-2 სიტყვა მაინც ვთქვათ, შენ თქვი და მე თქვენს თქვი და მეც ვიტყვი. არ შეიძლება არა მე ერთადერთი. აი ეგ არის რა, ვერაფერს ვერ ვაბოდო. ცხადია, ყველაფერი არის ცხადი. რა უნდა თქვა, როცა ყველაფერი ცხადია რა. ეგ აიწერა, აი თავში შეიძლება მქონდა მე თქვა, რასაც ვიძახი ეცლებია, რომ დღეს დიდუარის ტოპასი არის მშვიდობა. მართლა ესემცავს რა. მართლა ესემცავს, მაგრამ აი ხვალინდელ დღესთან აი ამ თემის პათეტიკაც არ არის შესაძლებელი. არაფერს საფრთხე არ ემუქრება ხო? ხო, აი მაგას ვიძახი. კი ბატონო, შენ სერიოზულად ვერ როგორ არც მე. ვინც ამას ლაპარაკობს, რომ რაღაცეები ემუქრება. მან ეხლა ისტორიაზე ვილაპარაკეთ, ეხლა ჩვენ ისტორიკოსები ვართ, იმიტომ კიავლაპარაკ. ისტორიის სრული არ წოდნა ეგ რა. ერთი ელემენტარული რევოლუცია ასეთი ამათ ვერ არიციან საერთოდ არ ვიცი ერთ-ერთი უმთავრესი რა არის ახლა ჩვენთან სახელმწიფო ინსტიტუტების შემდგარია
უკვე, კი ბატონო. არის ფაქტობრივად ამ 12 წლის განმავლობაში, რაც თქვენ ორთავე ბრძანეთ, ახლა ყველაზე უმთავრესი არის დაინახა ხალხმა მშვიდობა. რა თქმა უნდა. და ერთ-ერთი უმთავრესი კიდე, რომელიც 3-ვე ჩვენ გამოვლილი გვაქვს მეტნაკლებად. ეს იყო 90-იანი წლები. საშინელი. არავის არ უნდა იმ 90-იან წლებში ძმაო დაბრუნება გამორიცხულია რა. და ახლა მელობიე ნანულა რო გეყოლებათ სათავეში. ისე წავა შენ საქმე პარტიის. მე ვენახე ია და მე ხაბე. კიდე იქ და მართლა უნდა იხარხარო რა. კი ბატონო, ჩვენ ხარხაროთ, მოვილხინოთ, უსურვოთ ჩვენ ქვეყანას გამარჯვება, საფრთხეს სხვა მხრიდან გვემუქრებათ, ხვანიდონი საფრთხეს შეიცავს, მაგრამ ჩვენ ყველგან გამოსდას და გამოწვევას ამინ ღვთისმშობლის შეწევნით. ამინ. კარგად ზანდებოდეთ, ჩვენ ხვალ მთელი დღე მექნება მე ეთერი, რომ საქმის კურსში იყო და პარასკევს შევხვდებით ამ ფორმატით. ნახვამდის.